ელენე, ხო იცი დღეს კაფეტერიის გახსნა მაქვს და ამიტომ უნდა ვიყო ენერგიული, მხნე და ამიტომ ყავა გამიკეთე. კარგი. რა ჭირს ამას? რა ვიცი, დილიდან უცნაურად იქცევა. ნიკა, ზედალი. არ დავლევ. მუდალევ. მაშინ წიგნი წაიკითხე. არ წავიკითხავ. ნუ წაიკითხა. დე, ვითამაშე? ითამაშე. მე კარს გავაღებ. არა, შენ არ გააღო, თორე მერიდები. მოგწამდი. არა შენოდ. როგორ გეკ? არა ჯერ შეშე. არა ბატონო, ფეშკონ. არა ჯერ შეშე. არა ვიქა შემთხვევაში ჩემო ნუნუ. არა შენ მოგვივიდეს ჩვენ მე ორივე რო შედია და ისე. შენ ამ ხანაგობის თავმჯდომარე არტისტი უნდა ყოფილიყო ეს. ერთი არტისტი უკვე ყავს ამ корпуს და მეორე უკვე ზედმეტი იქნებოდა იმ არტისტს არცემენ სათანადო. ჭამჭამით მომბრძანდით ამბრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა. აეროპორტიდან მოვდივართ გავაცილეთ ბობი და იმდირა მთელი გზა მიყვებოდა ისტორიები რო იცის ხო იცი იმდენი ვიცინე ლაშა იმდენი რა იგულისხმის რომ ვიბრუნე. ელენე, მე მგონი უცხო პლანეტელები შემოგვესივნენ. ინ ჩასახლდნენ ახლა ნუნუში და ფრიდონში და მე მალე თავზე ტვინებს შეგვიჭამ. ხო, რა ისტორიებიო რა სამოვდი? რაც ხო იცი რა ენა აქვს ფრიდონს რა ენა აქვს. მოკები ერთი რამე ფრიდონს. აეროპორტზე გამახსენდა. მონებრივი. შერემეტიევოდან მოფრინავთ თბილისში. ხო და გამოაცხადეს რეისი გადაიდო და თუ კიდათ ერევნის რეისზე გადაჭეკითო. ხო და ერთი ბიჭი გვახლდა გელად ამჩევაძე ნიკიაზეც ხოვობდა. მე რა სოტარა კომპერ. ქუთაისელი ბიჭი. მონებრივი. ქუთაისელი ქუთაისელი. ხო და ეს გელა ამბობს ახლა რაიulis ერევნიდან მოდისამდე რაიulis მე უთხარი შენ დაწნართი გელა პილოტთან მე შევალ და მეტყვი თბილისს რომ გადაუფრენთ პარაშუტებით ჩავყარო კავე სასწაული თუ გინდა აი ესა. კიდე ვიცი აეროპორტზე კიდე ვიცი კიდე მოვყვები აეროპორტზე. კიდე აღარ მოყვე. კარგი. ლაშა, აი ესე გავაგზავნეთ ბავშვები და დარჩით ახლა ჩვენ მარტო მე რა მიჭირს ემზარი მაინც მყავს და ეს როგორ მარტო იქნება სულ ეს საწყალი არ ვიცი. ემზარი ბიძიაც იყო აეროპორტში. რა არის იცი? წამოვიდა ცალკე და შესახვევი აერი არ იცოდა და გაცდა აეროპორტს და ეხლა თავის მეგობართან სარტიჭალაში ზის და კეიფობს. ლაშა, ისეთი მადლობლები ვართ, ისეთი მადლობლები რომ ესე დაგვეხმარე ლაშა, ჩემი ინდირას ამბავზე ძალიან დიდი მადლობა. მე დაურეკავ ინდირას არა და ვეთქვი რომ კარგი საჩუქარი ჩამოგიტანოს ევროპიდან. არა, არ არის. საჭირო, ნუ მოგიცოლა ხა, რა შეწუხებ. არა, კარგი, არ დაურეკავ თუ. კარგი. კარგი რა თეკლა რა. რა მოგივიდა აი მოდი ამ პერაქს მაინც შევინახავ თეკლა. იცი რამდენი მოგონება მაქვს ამ პერაქთან დაკავშირებით, ჰა? აი რა მოგონება გაქვს?
ნუ ეხა ესე კონკრეტულად არ მახსენდება, მაგრამ მაგ ხო არ გატყუებ არა? რა გჭირს მეგავი. კარგი, უნდა გადავყარო პატა ყველა პერანგი. დღეიდან ნორმალურად ჩაიცვა. კარგი, თეკლა, მაშინ აი ამ პერანგს მაინც შევინახავ. ეს პერანგი მახსენებს ნორვეგიას ხოთა შორის. არა, მოიცადე, არა, ეს კი არ არის. აი ეს მახსენებს, აი ნორვეგიას და ამ პერანგს შევინახავ, ხო? ეს ნორვეგიაში იყიდე? არა, თეკლა, ნორვეგიაში კი არ ვიყიდე, ნორვეგიაში რო ვიყავი იქ რაღაცა მომწამლა და ესე დაფოთლა ზუსტად აექვა და მახსენები რა. ანუ მაგაზე მახსენდება რა. თორე ეს პერანგი აქ ვიყიდე და კარგი პერანგია ძალიან ხოთა შორის. კარგი, არა, ესეც უნდა გადავაკეთო. აი თეკლა შენ არ იცი თორე ეს პერანგი ერთ დროს რა მაგარი პერანგი იყო რო იცოდე შენ. პატა, მოსმე ისტორიაში არ არსებობს დრო, როცა ეს პერანგი მაგარი იქნებოდა. კარგი თეკლა, მაშინ ამ პერანგს მაინც შევინახავ ხარაგაულს მახსენებს. თეკლა, ერთხელ ხარაგაულში რო ვიყავი, ლეილა ბებომ თავისი ბაღის ალუჩა გვაჭამა და ეხლა აღარ არის ცოცხალის საწყალი და კარგი დაიტოვე. შეიძლება ხოლმე დავიტოვო, კარგი, მადლობა. პატა, მე ერთ პერანგზე გითხარი. გასაგებია თეკლა, მაგრამ სამივე მახსენებს და რა ვქნა ეხლა, გავიგე. კარგი. თეკლა, რა მოგივიდა? გითხრა ხა მაშინ ციო და ხარაგაულში და სამივე მეცვა და სამივე მახსენებს და არა, სამივე უნდა გადავყარო, მომიცი. კარგი, მაშინ კაფეტერიის გახსნაზე რო წამოვალ, აი ამ პერანგს ჩავიცვალ, აი ამას. ჰა, როგორია? სადა? არა, არ ჩაიცვა. რატო? ჩავიცვალ. არა, ჩავიცვალ. არ ჩაიცვა. ჩავიცვალ. ჩაიცვამ და კაფეტერიას არ გავხსნით. არ გავხსნით რა, ისეთი პერანგია, ამით რომ მოხვალ, კაფეტერია თავისით არ გაიხსნება. კარგი რა თეკლა რა ეხლა. ვიცი ვიღაცა არის ეს მინი დაალაგე შენ. სამშვიდობებლად შემოვედი თურქეთში მივდივარ. მართლა? და ისა პროფესორო სამუდამოდ მიდიხართ? არა. აბა ამდენ ჩათარად გინდათ. ეს რომ მივდივარ ხოლმე, ხო, სადმე არ მინდა რომ რამე დამავიწყოს და ყველაფერი მიმაქვს თან. გასაგებია. მაშინ პროფესორო, თურქეთში თუ მიდიხართ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, კარგი? ძალიან გთხოვთ რა. აი ეს პერანგი წაიყვანეთ და გადაარჩინეთ, ხო? პროფესორო, კარგი, ძალიან გთხოვთ, ხო? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პატა. კარგი, თეკლა, რა იყო, რა მოგივიდა? ერთი წუთია და რა წესი? რა გჭირთ, პროფესორო? არაფერი, დიდი ხით მივდივარ და რო არ დამავიწყდეთ, მინდა რომ დაგიმახსოვროთ რა. კარგი, დაგვიმახსოვროთ. ეს პერანგი წავიღო, ხო, კარგი წავიღებ. და ეს თეკლა შენ ეს სურათი გავამართი? ეს რა არის? ეს დიდი ხით მივდივარ, როგორც გითხარი და რო არ დაგავიწყდეთ, შეხედავთ ხოლმე რა. გასაგებია. და უკეთესი სურათი არ გქონდათ, ბატონო პროფესორო. რა ვიცი, ამ სურათში ვარ ყველაზე კარგად გამოვიყურები. ეს სკოლამ გადავწყვიტეთ საერთ სურათს გადაღება, მე-6 რიგში ვარ 22. მოკლედ დღეს მაქვს კაფეტერიის გახსნა და იმედი მაქვს რომ უგვეწევით. აიმე აბარა აუცილებლად. დღეს რაღაც გადაუდებელი საქმეები მაქვს ლაშა. მაპატია და შეიძლება ვერ მოვიდე. წინასწარ გიხდი ბოდიშს. აიმე ფრიდონი თუ არ მოვა, ესე იგი მეც არ მოვალ. მე და ფრიდონი თუ არ მოვალ, როგორ გახსნი შენ კაფეტერიას უჩვენოთ? იქნება გადადო ლაშა. ვაიმე ძალიან გთხოვთ, ბატონო ფრიდონი, იქნებ მოახერხოთ და საღამოს მოხვიდეთ რა. ვაიმე ფრიდონი, იქნებ მოახერხოთ, ხა ბავშვებს ნუ ჩავაშლიანებ გახსნას. ხო. მოახერხებს, კი მოახერხებს აუცილებლად, კი. კარგი, ხა ჩვენ წავალს და მაშინ მას ვიზავს საქვე მოვემზადებით, მაგრამ რო არ მოვიდეთ, ხო რა შეიძლება თითე ყველა ნაჭერი დავწყარი უნდა ჭამო იმ კაფეტერიის გახსნაზე. ეს სარალზე წახვალ. გაჩერჯი კაცო. უნდა და ემზარებიძია ცხომოდის. რა არის იცი შვილო, ემზარისთვის ტკბილი არ შეიძლება და ვფიქრობ წამოვიდეს თუ არა, თუ შემატანინებ ლუც და თეს. გაიხურე. არტისტი უნდა გამოსული. ესე დღეს უნდა ორი სასწაული ვნახე დღეს, ეგ ისტორია და ეს. ხო, მადლობა. წამოდი ჩემო. მოკლედ, მოვდივარ, გადავდებ ყველა საქმეს, მოვდივარ. ნუნუ. ხო. სად? აიდე რომ გავალთ ხო? სტუმრებს ჩავაროთ და გავანცხოთ. აი ნექსუ დამავიწყო. რა გჭირს ელენე? არაფერი ლაშა.
არაფერი ხო გითხარი ყავა გამიკეთე მეთქი. მე ხო გაგიკეთე. ო გამიკეთე კი შაქრის და ყავის ჩაყრა დაგავიწყდა თო. მომეცდა. იყოს არ გიდა მე სიამოვნაც ხელი წყალი. ელენე. ეხლა გულახდილად მითხარი ყველაფერი და არაფერი დამიმალო. რა გჭირს? არაფერი ლაშა. ელენე. ლაშა. გადავწყვიტე დიტოს დავშორდე. ნიკას გამო. როგორც ჩანს ვერაფრით ვერ შეეგუება ამას, ეთყობა მეც არ ვარ მზად. ისე ჯობია რომ იყოს ყველაფერი. ელენე, კიდე დავილაპარაკები მე ნიკას. არა ლაშა, რამდენჯერ ველაპარაკე, მაგრამ ეთყობა პატარაა ამის გასაგებად. მაშინ ელენე, მე შენ ჟოზეს ნამცხრებს გაჭმევ და კარგ ხასიათზე დადგები, ჰა, რა სიტყვი? არ მინდა ლაშა, გავსუქდები. მერე რა ელენე, სხვათა შორის არ დაგავიწყდეს რომ ჩვენ ოჯახში არიან სუქანი ადამიანები, რომლებიც თავის სილამაზეს, ეშხს და შეუდარებლობას არ კარგავენ. ვიდი ახლა გაემზადე, წამოდი კაფეტერიაში მომეხმარები და გადაიტან სხვა რაღაცაზე ყურადღებას. მიდი ახლა ჩქარა გაიქეცი გოგო. მიდი ჩქარა გაიქეცი. აჰა, ესეთი დედა ჩემს გამოაცუთ ხასიათზე. აი პედო, მითხარი რა ვქნა. ვითამაშო? ხო, კაი, ვითამაშებ. ვაა. პროფესორ, ესე იგი მიდიხართ, დიდი ხნით მიდიხართ საქართველოს მოგენატრებათ არა ალბათ. არა, პრინციპში რას მოგენატრება, ნახევარი საქართველოს მიგავდა, რანაირად მოგენატრება. კარგი, წავედი მე, მოდი, დაგემშვიდობო. კარგით. და თუ შეიძლება თეკლასაც ჩავეხუტები. კი, რა თქმა უნდა, კი, რატომაც. ეს მაინც კითხე, რა ვიცი, მე არ მომეწონებოდა ვინმე დაუკითხავთ, რომ ჩემ თათიას რომ კარგი წავედი. კარგი, ნახვამდის. კარგად იყო. ნახვამდის. ნახვამდის. თეკლა რა არის, მე მგონი ეს კაცი ტაჯიკი დაისვა. ბატონო. შენთან აბაზანაში შამპუნი მაქვს და იმასაც წავიღებ, თუ არ ხმარო. არა, წაიღეთ თან თქვენი შამპუნი თუ მით უმეტეს წაიღეთ, როგორ გეგადრება, წაიღეთ. პატა, მოდი ესპერანგები გადაყარე რა. კარგი მომეც გადაყარე. გადაყრი ყველა პერანგს, გადაყრი. პატა. მოგივიდე, გადაყრი, ყველას გადაყრი, გავანადგურე ფაცესა. ნახვამდის. კარგი პატა, თუ შენთვის ესეთი მნიშვნელოვანია ესპერანგები, ერთიც არის შეინახე სამახსოვრო. კარგი, მაშინ ერთად შევინახავ. აი ამას მოდი, აი ამას შევინახავ. იცი რა არის თეკლა, აი ამ პერანგთან დაკავშირებით სიმართლე რო გითხრა, იმდენი ტკბილი მოგონება მაქვს, ეს არის ერთად უმნიშვნელოვანესი ესპერანგი თეკლა შენ რო
არა, ეს სპერანგი არის. ეს სპერანგია, რომელთანაც უნიშნულოვანესი მოგონებები მაქვს ჩემი ცხოვრების დაკავშირებული. აი, მას შევინახავ. მაიმუნობ, თორე გადავიფიქრე. კარგი, მაშინ ამას შევინახავ. კარგი. მოკლედ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ჟოზეს ნამცხრები. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძლივს დავიზეპირე ეს ტექსტი რა. აი ახლა მესმის ნიკასი. მაგრამ რაღაცა ის არადამაჯერებელი ვარ, არადამაჯერებელი ხმაც მიკანკალებს და რა ვქნა. არა, რაღაცა უნდა. არა უშავს გამივლის. გახსნაზე ყველაფერი კარგად იქნება. Kalbatu, ai me racis! Ai me se როგორ გავხსნა ახლა ის? როგორ გავხსნა ახლა კაფეტერიაზე მივმართო ხალხს? ქალბატონო. ლაშა მოიკრიბა ყურადღება. ვაშკაც უნდა თქვი. ქალბატონო. ეს როგორ გავხსნა გამაგებინეთ ახლა ჯანდაბა რა ჯან ვინ არის აი მე კატო როგორ უთხრა ხა ვა კატო მარტო ხარ შეიძლება მადლობთ. კატო. აქ ჭირს. არაფერი. კაფეტერიასთან გახსნას, კაფეტერიის გახსნასთან დაკავშირებით ნერვიულობდი და ხმა ჩამივა. კარგი, გაჩვენდი. ლაშა, მომისმინე რაღაც უნდა გითხრა, ძალიან სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო, იცი? გისმენ. კარგი, გაჩვენდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მეკონა. იცი? ლაშა, გეხვეწები მაპატია რაღაცებს, რომ გემაიმუნებოდი და დაგცინოდი რა. გეხვეწები მაპატია, რომ მე და სოფი მის რაღაც სისულელე გაგიკეთეთ რესტორანში. მაპატია, რომ ჩემ მეგობრებთან ვამბობდი, რომ 120 კილოიან ბიჭს მოვწვან თქო. მაპატია, რომ აი ბოთე საწყალი საცოტავი და რაღაც უბრალოდ სასაცილო ბიჭი მეგონა. ლაშა, მაპატიებ. 120 არა 112. გაჩვენდი. მაგას უკვე ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მაპატიებ. კარგი, მაშინ რაღაც უნდა გითხრა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შენთვის და ჩემთვისაც. იცი? მე შენ მომწონ ხარ? არა, მართლა. რა თქვი? რა? ვერ გავიგე. რა დაჯღაბნე ვერ ხედა? რა თქვი კატო? ხმა მომივიდა. რა თქვი კატო? ვიცი რომ ცოტა დაუჯერებლად ჟღერს ლაშა, ვიცი, იმიტომ რომ რაღაც სუდად გექცეოდი, მაგრამ მართლს გეუბნები. მოიცა, მეხურებით, ხო? ნიკა, ნუ მიღებ აიპადი. ნიკა. ელენე. ჩამოდი ელენე. ჩამოდი მანდე და ელენე. ელენე. თეკლა. გამოდი თეკლა. გამოდი ხლა აიმგიდან. გამოდი მე. თეკლა.
ვიყავი. კატო მე ლაშა ვარ, აი ჭარბწონიანი ლაშა. ვიცი ლაშა ვინც ხარ და არ გაგიგია რომ ჭარბწონიანს ხელში ჭარბწონიანი სულიაო. აი არ ვიცი, მაგრამ მე მგონი აი ამან მომაჯადოა შენში. თან ვიცი რომ სოფიც მოგწონს. აუ, სოფი. ლაშა! აუ, შენ. რადგან ორივე მოგწონვართ, რა ვიცი, იფიქრე და დღეს საღამოს მითხარი. გადაწყვიტე მოკლედ. ხო, გონი გთხოვდები. მე წავალ კაფეტერიაში დაგელოდები, კარგი? ხო, დიდი მადლობა რომ მომეცი საღამომდე დრო. მადლობა რომ საღამომდე მომეცი დრო. რა გუგუსავით გელაპარაკეთ. ხო, კარგი, ხო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის ქალბატონებო და ბატონებო, მე შეგიძლიათ მიირთვათ დამცხრე რაც აი რამე ქენი ძლივს დავიზეპირე ეს და ეხლა აღარ ცალკე Yari tekla is ay da კარგი რა თქმა რა მაცვია ეს რა ჩამაცვია ხო კიდე კარგი რო ბაბოჩემი ვერ ხედავს ეხლა თორე გაგიჟდებოდა ალბათ რა ვაი მე ნეტა მარტო ბაბოჩემი ხედავდეს და ესენი არ ხედავდნენ ეხლა ნუ ნერვიულობ ძალიან გიხდება ენდე ჩემს გემოვნებას. კარგი რა თქმა ზირფას შენს გემოვნებას როგორ ვენდო არ გახსოვს როგორი ჩასული შეგიყვარდი ჰა? არის. ეგეც კი არა ეგ არის. გამარჯობა თეკა. გამარჯობა. ვა, პატა, შენ ხარ მენაყინე მეგონე. აი, თათიასაც მოეწონე. ხო, ეთყობა ხო. რა შევკვეთავთ? რა შევკვეთავ და პიცა მოგვიტანე. ბევრი მაიონეზით. ბევრი პომიდურით. შავი, წითელი და მწვანე ხიზილალით. და მოიტანე აქ დადეზერნა გავწე ესე. ესე გავერთხავ, იქნება რაღაცას დაემსგავსოს ეს ტასაცმელი რო აირევა ერთმანეთში, აბა რა ვიცი ეს რა მაცვია ეს. აი, თათი ერთი პიცა და ორი ლუდი მოგვიტანე. რა ლუდი ერთი წუთი თათია, რა ლუდი შემომხედა ეხა მე ლუდი მინდა ეხა შენახი როგორ მაცვია, მე მომიტანე ეხა ბლომანჟე და კოვზი, წადი. ლუდი მინდა ეხა მე. თათია, პროფესორი არ დაგემშვიდობა. არა, სადმე მიდის? ხო, ჩვენთან იყო დაგვემშვიდობა თურქეთში მიდის. მართლა? და რამდენი ხნით? ნუ თათია რა არის ეხა ჩანთების რაოდენობით თუ ვიმჯელებთ 200-300 წლით ალბათ. ხო რა ვიცი. მართლა? ჩემი ბრალია. არა და რა კარგი იყო შემოვიდო და იქ დაჭდებოდა ხმას არიღებდა საერთოდ ვერ ვამჩნევდი ხა როგორ დამაკლდება. კარგი თათია, ნუ ნერვიულობ. როგორ არ ვინერვიულო, ჩემი პროფესორი მიფრინავს. ხო და წადი თათია შენს გაფრინდი ხა და ჩვენი შეგდა მოაფრინე აბა მიდი ერთი მიდი. კარგი პატა, რა დრო შეკვეთა, ვერ ხედავ განვიცდი. და საერთოდ ვიხურებით ნახვამდის. პატა, წავიდეთ ხო, წავიდეთ. მოდი ამ ხელსახოსებს მაინც ავიღეთ, რა ვიცი. თუ მივიფარო იქნება რაღაცას დაემსგავსის ტასაცმელი რა. ეს როგორ ვიარო, ხო, გამაგიჟე ხა. რა არის ეს როგორ ვიარო, აბა. ჰა. ო, ესე კარგია რა მოდი. გასავად ბოდის გიხდით. გასავად. კიდე ცუდ ხასიათზე ხარ არა? მოწყენი. არა, ნიკარა მოწყენი. რამცი, დილიდან უცნაურად იქცე. არა, ნიკა არ ვარ მოწყენილი და არ ცუდ ხასიათზე არ ვარ. აი ნიკა მაღაზიაში ვიყავი და პური წამოვიღე. კიდევ ზედა კარაქი. ზედა კარაქი დამავიდა. აიდე, შენ მე ვერაფერს ვერ გამოვაპარებ.
დე, მე შენთვის საჩუქარი მაქვს. ნიკა რა საყვარელი ხარ. მაცა კიდე მაქვს საჩუქარი. და კიდე. ნიკა ვისელოდები. დამჩა მთავარი. 1 2 და 3. დამდადა. დამდადა. დაдай გაიყედი და გამოდი დროზე. ათასით ჩერჩეტი გოგოა, რაღა მე შეუყვარდი პროფესორს რა. თათია, ნახე ვიღაც უცხო ბიჭი როგორ ჩაცმული მიდიოდა. თათია, გისმენ. ლუდი მომიტანე რა. თათია, ლუდი მინდა მეთქი და ეს რა ლუდი, ეს ბლომანჟია. რა მოხდა, ბარემ მოვიტანე ჭამერა, პირი არავის არ დაუკარებია. მათ მინდა ბლომანჟე ეხლა ვინმე არ დამინახოს, კაცო, ბლომანჟე მინდა ეხლა მე, ა? ვინმე რო რეკი ბლომანჟე. ლაშა. რა კარგია აქ ხარ? ფი. რაღაცის თქმა მინდა. გისმენ. დიდი ხანია გიცნობ. ყველა შენი ნაკლი ვიცი. ის რა არ ვიცი რა დამემართა. აი არ ვიცი რა დამემართა. უბრალოდ მომწონ ხარ. გათქვი? მომწონ ხარ. მეხუმრები ხო? მეხუმრები ხო? ხო მეხუმრები. მეხუმრები სოფი. ლაშა ვიცი რომ შენ კატოც მოგწონს. და არ მინდა რომ დაგაჩქარო და იქნებ დღეს საღამოს კაფეტერიის გახსნაზე რამის თქმა მოგინდეს და გელოდები, კაი? კი, კარგი. ხო. ეს ესეთი რო ვარ ვიცი, მაგრამ ეხლა ესეთიც თუ არ ვიცი. ჯერ კატო მამიხსნა სიყვარული ეხლა სოფიმ. მალე თავში ამივარდება ხო იცი. თათია, თუ რა მემჭირს მითხარი. რა მემჭირს? დიტო, ეს ყველაფერი შენ მოიფიქრე? არა, ეხლა დიტობიძე ამას როგორ მოიფიქრებდა. პულტიანი გემი რომ მაჩუქა, ის ვერ მოიფიქრა, რომ ელემენტებიც წამოეღო. ნიკა მოიფიქრა ყველაფერს. დამირეკა და დაგირეკა? ნიკა, ნომერი საიდან გავიგე? აი, ხო გახსოვს ადრე რომ შენ ტელეფონით SMS-ი გაუგზავნე, გავთხოვდი და აღარასდროს დამირეკო. აი, მაშინ დავიმახსოვრე ნომერი. დე, შენი და ლაშაბიძიას ლაპარაკი მომესმენინა და ხოციანი ჭიერი ვარ. ნიკა, შენ ჩემთვის თავარი ხარ, გაიგე? და ნუ რასოდეს გააკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გინდა. დედა, შენ ხარ ჩემთვის თავარი და შენ თუ ბედნიერი იქნები, მე უფრო ბედნიერი ვიქნები.
ნიკა ვერც კი წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ. როგორ არა წარმოვიდგენ, აი შენ რო iPhone-ს მიყიდი, ზუსტად ესეთი ბედნიერი ვიქნები მეც. წავედი მე ეზოში. კარგი. ნიკა, ჭკვიანად მოიქეცი. კარგი. არ გიყურეთ? iPad-ი დამრჩა. გამარჯობათ. ნუში გააქვთ? არა, სამწუხაროდ არა. ცუდია. კარგი. მაგნიბოთ? ვასროლა ჩირი გააქვთ? არ ჩირი. ესეც ცუდია. რაგნებოთ? გლიასი ხომ არა გააქვთ? არა, გვაქვს მარტო ცივი მაკარონი, თბილი წყალი და ისიც რომ ავფრინდებით მერე. გასაგებ, მადლობთ. კარგი. რა? უსადა თბილი წყალი მომიტანეთ თუ შეიძლება რო ავფრინდებით მერე. კარგი. გაგიმარჯოს. მოვედი. მიხარ ზმანება? აბა მოჩვენება? არა. მირაჟი? თათია? კი. ახლა რა გინდა? ვასო ჩვენ უკვე ჩამოვარდით და მოკვდით? არა, არც ჩამოვარდით და არც მოვკვდით. ჯერ არც ავფრენილ ვართ. მადლობთ. ბედნიერ ფრენას გისურვებთ. დიდი მადლობა. რამ შეგაწუხო? ეხლა გიხსნი? ეხლა გაგიხსნის აუ ყველაფერს. ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ, იმიტომ რომ მგონია რომ მოგატყუე. არა, თავიდან მართლა მოგატყუე, არ მინდოდა რომ გულნატკინი წასულიყავი იაპონიაში. მაგრამ მე თან ბევრჯერ ვცადე რომ ამეხსნა შენთვის ყველაფერი და ვერ გავბედე. რა? რომ მე თქვა შენთვის სიმართლე. და მე კიდე შენ რომ მიხვდი ყველაფერს ისე გადაწყვიტე წასვლა რომ მე არაფერი არ მითხარი არა და მე რაღაცის თქმა მინდოდა. რისი? იმის მე რაც გავიგე რომ წახვედი. ძალიან დამაკვდი, თავიდან ძალიან გამიჭირდა ჩემ თავთან გამოტყდომა, მაგრამ მე ყველაფერს მივხვდი და გადავწყვიტე რომ მე შენ მიყვარხარ. ეხაც მატყუებ რომ არ წავიდე, ხო? არა. არ გატყუებ და თან შენთან ერთად მოვდივარ დასასვენებლად. აი რა მაგარია. ისე გამიხარ და არც კი ვიცი რა ხომ. გინდა ფანჯარას ამბობ. არა. მე ისე მიხარია რომ დავფრინავ სიხარულისაგან. გინდა თვითმფრინავის გარაჟე გავფრინდე? აი შენ ბარი დატოვე ჩემს გამო? კი. არა უშავს, მაინც ახლა სექტემბრამდე კარგი მუშაობა არ არის. მიყვარხარ თათი. მე თათიას მეძახიან მეგობრები. თორე ის სინამდვილეში მე მქვია ნათელა. ნათელა და ზალი. რა ლამაზია რა. ლამაზია ზალი. თათია, მე ფრენის მეშინია და ამიტომ ფრენის წინ ძილის წამალი დავლიე. და ეხლა ძალიან მეძინება და მოდი რომ ჩავფრინდებით მერე გაკოცებ, ჰა?
თეკლა მალე წავალთ. მოგბეზრდა პუ. არა თეკი არ მომბეზდა უბრალოდ ზოგზე ოთხკუთხედა და ყელზე ზოლა დამსხა ხო ხდები და რა ვიცი. პატა ძალიან გიხდება. ნერვიულობ გიხდება. ხო ვიცი ხო ტორს გავარ ხო. რაიმე თეკლა ძალიან მომეწონა კაფეტერია რა კარგია. პატა რა კარგად გამოიყურები. ხო მადლობა აი ხა თეკლას ვეუბნებოდი. ძალიან უხდები აქაურო. მართლა ხო აი თეკლას ვეუბნებ ტორს გავარ მეთქი და რა ვიცი აი ხო ხდები. უი გაიცანით დიტო. სასიამოვნოა ძალიან. უი დიტო გამარჯობა სასიამოვნოა ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის შორიდან ძალიან ბევრი რამ მსმენია თქვენზე რო იცო. კი ნიკა მეუბნებოდა ბავშვი რომ ერთი უთავბოლო და ბოთე ტიპიაო და ხო არა ელენე მე ეგრე მითხრა ბავშვი ნიკა ერთი წუთი მოდი რა ლამაზი ფეხსაცმელი გაცვია ალბათ ძალიან იაფიღირდა ხო ხო სოფიკო კი მაგრამ შენ იცი მართლა ძალიან კარგად გამოიყურები ფეხსაცმელიც ლამაზი გაცვია აბაც ლამაზი გაცვია მაკიაჟიც კარგია ვარცხნილობაც მაგრამ მე გვერდით პაატამყა შენ კიდე ჩანთა რაკენი ყველაფერი გამოატალინე? კი. ყველაფერი ხო? ეს შოკოლადის ნამსხვრებიც ხო? შოკოლადის აი თუ ორჯერ აი ნახე აი. აი მე ლაშარა გემრიელი ყველა ნამსხვრე შევჭამე თვითონ აჭერი უგემრიელესია. შეიძლება აი აღფრთოვანებული ვარ. ხო, აღფრთოვანებულია გამზარია ეხლა ეს. აღფრთოვანებული. რაგინა თქმა უნდა. დღეს ლაპარაკო მე სიმართლეებს და ეხლა ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. დღეს ლაპარაკო სიმართლეებს. ნუ ბიჭო. ჩვენი საფილმო ნამცხვარი არ გაგისინჯავთ ეს შოკოლადის ჟოზე, ასე ვთქვათ, კექსია ეს შოკოლადით და ბანანის კრემით არის. მიდით ეხლა გამოიტანე. კარგი ნარა თეკლა უკვე ვიყავი და ნახე ვიფიქრე სამზარეულოში შევივლი როგორ მოეწყრე ბავშვები დასაკეთებენ თქო და დავინახე კექსი და ვდექი და წამოვიღე ჩემი მზარს წაუღებ ჩაისთან მითხრა რამე წამომიღეო და სუწაიღე? და რა იყო ძალიან პატარა ჩემი მზარს ეგამდე არც ეყოფა აშა გალოვის ვარიანტი არ იქნება ხო გიჭირებთ აგერ ფუჟერი შამპანურიც გისხიათ და დალიეთ ბატონო ფრიდონ ასე ფეხზე დამდგარი საბრძოლოს გარეშე გადამთიელები ვართ ფრიდონ ხუჭი რა თაობა შენ თქვი და მე გისმენ ხო დაიწყე ჩემო თეკლა ჩემო ლაშა ჩემო ძვირფასო ძახალო ნუ მე ბატონო ფრიდონ მე შენ დაგინდა თეკლა რამეს ვიტყვი და მე პაატა ვერ გავიგე ეხლა წავიდე აი ამ ლამაზი სასმისით მე მინდა ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს ბარა წინაპრები რომ არა კი ჩვენ აქამდე ვერ მოვიდო ნამდვილად უკაცრავად მე უნდა დაგტოვოთ ბატონო მე უნდა დაგტოვოთ იცით სიტყვა მაქვს სათქმელი და უნდა მივმართო აი მე ლაშა ამაზე კაკ სიტყვი ახლა შენ რა შემაფრინო მათქოდი და ახალგაზრდა ალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო, სტუმრებო, მე მინდა ერთი წუთით მოვითხოვოთ თქვენი, მივიპყროთ თქვენი ყურადღება. დიდი მადლობა მინდა გითხრათ აქ მობრძანებისთვის. სიტყვი ყველაფერი კარგი ცხოვრებაში საერთოდ გეტკინო ყველაფერი ხო. სიტყვა და სიხარე ბავშვი აქ არის უკაცრავად მეგობრებო დაცემინებაზე გამახსენდა მაგარი ამბავი უაფსეში მივდივართ გასტროლებზე ფოთიდან გავედით გემით და აღმოვაჩინეთ რომ რეჟისორი დაგვრჩა მალთაყვაში ბატონო ერთი წუთი ჯერ ლაშამ დაამთავროს და მე თქვით ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისათვის მაგარი ტიპია რა რა დროს ეგ ისტორია იყო ხა ბატონო რა მოყვა შეიძლება გავაგზელო? გაგზელე მეგისმენ. აგარი ხალხი მოსმენ არ
არ უნდათ გაგიზე მოსულები არიან მარტო რომ ჩამონ რაღაც. ხო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის. მე რისი მადლობა, ლაშა, რისი მადლობა. თავიდან დავიწყებ რა. ყურადღებით, ლაშა, ლაპარაკობს და ამბობს, რა თქვა სიტყვა ყველა მოусმინეთ. ლაშა, მიდი. თავიდან დავიწყებ. მეგობრებოდ, აი მე, ჩემი ტელეფონია. მე დიდი ბოდიში. ხო ემზარებიძია, ხო? კი, მომაქვს. კი. გეყოფა ჩაისთან. მომიკითხეო ლაშაო. დიდი მადლობა. მადლობაო. მუღაი ხაჭიბი სხვა ტელეფონი დაგერეკა, ვინმეს გამოვართმევ. კაი. ჩემი მეუღლე იყო, უნდა და წამოსვლა ვერ წამოვიდა და უკაცრავი. ხო, შეიძლება ხო გავაგზელო რო ხო შეიძლება. ლაშა, ყურადღებით. მოკლედ დიდი მადლობა რომ მობრძანით კაფეტერიის გახსნაზე. მე მგონი მოგეწონათ კაფეტერია. აი მე კი როგორ გიწვალიათ, მოგვეწონებოდა აბა რა რამდენი შრომა. მე და თეკლა ძალიან ნერვიულობდით. ინერვიულებდით, აბა რა ასეთი საქმე გააკეთეთ. დიდი არა ფრიდო. კი. შეიძლება გავაგრძელო? კი, გააგრძელე კი. აცადე. კი ბატონო. ხო და რა იმას ვამბობდი რომ მე და თეკლა ძალიან ნერვიულობდით და შეგახსენე რა მოხდა რა არა მე და ხო და მე და თეკლა ნერვიულობდით ძალიან. და სად არის თეკლა? აქ არის აქ ვარ აქ. მაპატიე ვერ დაგინახე თეკლა. გაგრძელ აქ ისმენ მიდი აქ ვარ. მოკლედ ნამცხრები აქ და შეგიძლიათ წამოთ. აბა, გამიმარჯვე. დიდებული სიტყვა, დიდებული. ძალიან მომეწონა შენი კაფეტერია, ძალიან ლამაზი აქაურობა და დამცხრებით ძალიან გემრიელია. და დღეს რაც გითხარი, იმაზე რა ვიცი, გელოდები. კი, გატო. ხო. ლაშა. შო. რა კარგი გამოვიდა რა კაფეტერია. ძალიან კარგი გამოვიდა კაფეტერია ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა სოფი. ლაშა რაც დღეს გითხარი, ხო იცი? ოკეი. გელოდები. ხო, კი. რატო ორი არა ვარ, ორი. შეიძლება ლაშა ახლა რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო, არჩევანი უნდა გააკეთო არჩევანი. არჩევანი უნდა გააკეთო. გავაკეთე. ჩემო მეგობრებო. მე მინდა კიდევ ერთი წამით მივიპყრო თქვენი ყურადღება. გისმენ ლაშა, მიახავარ, გისმენ. ნუ გიცოდა, შეიძლება თქვა? კი. მე მინდა კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ულამაზესი გოგონა. და ეს გოგონა არის თქვენი სახელი თუ შეიძლება? მარი. როგორ ახარ, მარი? მე მინდა დალევა. მე მოგიტან. მიდი. დაგემრიელი ნაცხრები არა? კი და ლამაზი. შეკიდე სოფი მოგწონს? ხო. ვერ გაიგე რომ არა სოფი შენი შესაფერისი. აბა ვინაა ჩემი შესბიჭერია სულ არ ეგრიხარ. თეკლა. ბატონო. გახდება რა ხმაური იყო გარეთ? ხონშიდობა. კი, ნუნუ წყევლი და ემზარ შენდალიე ცეცხლიო. ემზარი ბუტკუტებდა, ოღონდ დამალევინე და რაც გინდა ის იყოს. მე დაალევინა? რა ვიცი. მე ცალხელში ემზარი აიყვანა ნუნუ, მეორე ხელით ჟოზეს ნამცხვარი მოქონდა. რა არის ეს? ეს რა არის თეკლა და ეხლა მოემზადე თეკლა. ოპა! როგორია?
არ ვიცი, გახსოვს თუ არა, მაგრამ ეს ისპერანგია ბოლოს რო გადავწყვეტ დრო შევინახეთ, ხო იცი? ამას ეს ხალხმა უნდა იცოდეს, თეკლა რა გჭირს, რატო გაგიკვირდა? ამას რო ხალხი შეხედავს, თეკლა ხალხი შეწარმოგვიდგა აღფრთოვანდება თუ რომელია სწორი ერთი მაქედან მითხარი შენ. მოეწონე. ხო, ხალხს მოეწონე, მოკლედ, აი ესე, რა ვიცი, მეგონი. კონიაკი? რა გინდათ? ნამცხვარს დანამვააკლია? არა, არ მაქვს. კარგით. ბატა, რა არის ეს? ეს? ეხლა უყურე, აი ეს რა არის და შეხედე, აბა როგორია, ჰა? როგორია? აი ხო გითხარი, თუ რაც არის, სწორი მოეწონება მეთქი, ხო გითხარი? მობისმენ, ეხლა ეს რატო გავაკეთე, იცი ეს ჩარჩოში, იმიტომ ჩავსი რომ შვილიშვილებმა უნდა ნახონეს, ეს ისტორიული განზია ხვდები? უნდა იცოდნენ ჩემმა შვილიშვილმა ერთი დადიოდა ბაბუა მისი. აბა, როგორია? ეხლა ამას წავას მე დავკიდებ და რა ვიცი, მე დავისვენებ ალბათ, რა ვიცი, თორე აღარ შემიძლია ამდენი. სადმე, რა ვიცი, სად დავკიდო? რა ვიცი, დავკიდებ სადმე, რა ვიცი, სად აქ დავკიდებ. აი აქ. მოდი დავდებ, კი არ დავკიდებ. აი ესე დროები და მე დავკიდებ. აი რა ვიცი, როგორია? ცოტა მომეშვა რა, ეხა ცოტა რა. თეკლა მე დავწვევი. კარგი. რა საყვარებია პატა? კი, ძალიან. დავიღალე დღეს ძალიან, თან რაღაც ვერ ვარ დღეს მთელი დღე რაღაც ცუდად ვარ. თეკლა სიცხე ხო არ გაქვს? არა ელენე, მთელი დღე თავბრუმე ხოვა და თითქოს აი გულის რევის შეგრძნებაც მაქვს. მოიცადე მოვალ ახლა. რაო? გული მერევაო? არა.